მაგრამ უფრო მეტად კი მისი ფოთლების ჯანმრთელობისთვის სარგებელზე მოგითხრობთ და ტრადიციულად რეცეპტებსაც შემოგთავაზებთ. ატმის ნაყოფზე ბევრს თავს არ შეგაწყენთ, რადგან მის შესახებ ისედაც ყველა მიცის. მაგრამ ეს ასე არ არის, როდესაც საქმე მისი ფოთლების ჯანმრთელობისთვის გამოყენებას ეხება. მოდით ეს დღეს გამოვასწოროთ. თუმცა ჯერ ორიოდე სიტყვა ატმის გემრიელ ნაყოფზე ვთქვათ. ეს ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი ხილი ჯანმრთელობის მრავალფეროვან სარგებელს გთავაზობთ. ატამი მდიდარია C და A ვიტამინებით, რაც იმუნურ სისტემას აძლიერებს და ინფექციებისგან გიცავთ. ის კალიუმის კარგი წყაროა, რაც ხელს უწყობს არტერიული წნევის და გულისცემის რეგულირებას. მის ანტიოქსიდანტებს ქოლესტერინის შემცირება და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცირება შეუძლიათ. ატმის ხსნადი და უხსნადი ბოჭკოს კომბინაცია ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ყაბზობის პრევენციას და ნაწლავის ჯანმრთელ მიკროფლორას. ატმის ბეტა-კაროტინი და A ვიტამინი ხელს უწყობს კანის ჯანმრთელობას, იცავს მას მზის სხივების მიერ დაზიანებისგან და კანს ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. იგივე ვიტამინები მხარს უჭერს ჯანსაღმხედველობას და თვალებს ასაკთან დაკავშირებული დარღვევებისგან იცავს. ატამი დაბალკალორიულია და შესაბამისად კარგი არჩევანია ადამიანებსთვის, რომლებიც ჭარბწონას ებრძვიან. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა პოლიფენოლები, კაროტინოიდები და C ვიტამინი, რომლებიც უჯრედების დაზიანებას ებრძვიან და ქრონიკული დაავადებების რისკის, როგორიცაა კიბო და დიაბეტის რისკის შემცირება შეუძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტკბილია, ატამს დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვს და მისი ბოჭკოვანი შემცველობა სისხლში შაქრის სტაბილიზაციას ეხმარება, რაც მათ შესაფერისს ხდის დიაბეტით დაავადებულთათვის. თუმცა რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ატმის მისაღები პორცია, როგორც წესი, არის ერთი პატარა ატამი ან ნახევარი დიდი ატამი. ამ პორციის ზომა დაახლოებით 12-15 გრამ ნახშირწყლებს შეიცავს. ეს დღიური ნახშირწყლების რაოდენობას უნდა მიეთვალოს და არავითარ შემთხვევაში დამატებით. სანამ ატმის ფოთლებზე გადავალთ, აქვე გეტყვით, რომ ატმის ყვავილიც გარკვეულ სარგებელს გთავაზობ. მაგალითად, მისი ჩაი სხვადასხვა კულტურაში წონის დაკლებისთვის გამოიყენება. მეცნიერულად ჯერჯერობით ერთი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, რომ ატმის ყვავილის ფიტოქიმიკატებმა ლაბორატორიულ თაგვებზე სიმსუქნის საწინააღმდეგო მოქმედება გამოიწვია. თაგვებს 8 კვირის განმავლობაში ატმის ყვავილის ჩაის ასმევდნენ და მათ მართლაც აჩვენეს სხეულის წონის შემცირება, მუცლის ცხიმის კლება და გლუკოზის დაწეული დონე. აქვს თუ არა ადამიანებზე იგივე ეფექტი, მეცნიერულად არ არის დადასტურებული, თუმცა იაპონური ხალხური მედიცინა ამ ჩაის დიდი ხანია ჭარბი წონის წინააღმდეგ იყენებს. რაც ატმის ფოთლებს შეეხება, მას ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს, ისინი სავსეა პოლიფენოლებით, ფლავონოიდებითა და ტანინებით, რომლებიც თავიანთი ძლიერი ანტიოქსიდანტური აქტივობით თავისუფალ რადიკალებს ანეიტრალებს და ორგანიზმში მიმდინარე ანთებით პროცესებს ამცირებს. კვლევები მიუთითებს, რომ ატმის ფოთლებს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, რომლებსაც თქვენი გარკვეული პათოგენებისგან დაცვა შეუძლია. ტრადიციულად ხალხურ მედიცინაში ატმის ფოთლის ჩაი როგორც მსუბუქი საფაღარათო საშუალება და ყაბზობის, საჭმლის მონელების პრობლემების დროს გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ მოვლენებს სიცხე და ღებინებაც ახლავს. ატმის ფოთლები შეიცავს ნაერთებს, როგორიცაა მულტიფლორინი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სისხლში შაქრის შემცირებას, რაც ტიპი 2 დიაბეტის მართვაში მის პოტენციურ როლზე მიუთითებს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ ატმის ფოთლის ექსტრაქტს მეტაბოლური სინდრომის შემსუბუქება, ოქსიდაციური სტრესის შემცირება და მაღალი ფრუქტოზის შემცველი კვებით დაზარალებული ორგანოების ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეუძლია. ფენოლური შემცველობისა და ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ატმის ფოთლის ექსტრაქტი კანის პიგმენტაციის შესამცირებლად, კანის დასატენიანებლად და გაღიზიანების შესამსუბუქებლად გამოიყენება. მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტრადიციულ ხალხურ მედიცინაში ატმის ფოთლები გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი, ანტიხელმინთური, პარაზიტების საწინააღმდეგო და ისეთი მდგომარეობების სამკურნალოდ, როგორიცაა დიარეა, დიზენტერია და ჰეპატიტი. აი ატმის ფოთლების ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების სია. ნერვებს ამშვიდებს და უკეთ დაძინებაში დაგეხმარებათ. ამცირებს შფოთვას, ამ ფოთლებს თავისი ნაზი დამამშვიდებელი ეფექტის გამო სტრესის შემცირება შეუძლია. მხარს უჭერს საჭმლის მონელებას, ამსუბუქებს შებერილობას და ყაბზობას. ებრძვის კანის ინფექციებს, ანადგურებს ბაქტერიებს და გაღიზიანებას ამცირებს. აადვილებს ყველას და ყელის ტკივილის დროს შვებას მოუგვრით. დაგეხმარებათ მაღალი ტემპერატურის დროს, ატმის ფოთლის ჩაის ოფლმდენი და მსუბუქი სიცხის დამწევი თვისება აქვს. კანს ბზინვარებას მატებს. გამოიყენება აბაზანებში ან სახისგამწმენ საშუალებებში. ის კანს განახლებულ, ჯანსაღ იერს აძლევს. ამცირებს აკნეს.
ატმის ფოთლები ბუნებრივ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ფორებს ასუფთავებენ და გამონაყარს ამცირებებენ. მხარს უჭერს ღვიძლის ჯანმრთელობას. ხელს უწყობს ღვიძლის უკეთ მუშაობას და ტოქსინების გამოდევნას. ებრძვის ქერტლს, თმაზე ატმის ფოთლის წყლით გადავლებამ შეიძლება თავის ქავილი და ქერტლი შეამციროს. შეიძლება მცირე ჭრილობების გასაწმენდად იქნას გამოყენებული. აძლიერებს იმუნიტეტს. ატმის ფოთლის ჩაის რეგულარულად მირთმევა თქვენს ორგანიზმს დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება. ამშვიდებს მწერების ნაკბენებს და ქავილს ამცირებს. ახალისებს სუნთქვას. ატმის ფოთლის ჩაის პირში გამოვლება პირიდან ცუდ სუნს აქრობს. ხსნის თავის ტკივილს და ამსუბუქებს დაძაბულობის შეგრძნებას. ამცირებს შეშუპებებს. ამსუბუქებს მენსტრუალურ სპაზმებს. ორგანიზმის ნაზი გამწმენდი ეფექტი აქვს. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. აპტოზური სტომატიტის დამამებელი კარგი საშუალებაა. ამშვიდებს გამონაყარს და ქავილს. მისი დასრესილი ფოთლების კანზე წასმით მწერებს თქვენი კბენის მადას დაუკარგავთ. მხარს უჭერს თირკმლის ჯანმრთელობას. ეს ჩაი თირკმლებს სისხლის უკეთ გაფილტრვაში ეხმარება. მაშ როგორ გამოვიყენოთ ატმის ფოთლები? ატმის ფოთლის ჩაი. 7 ძილის საჭმლის მონელების პრობლემების სტრესის შესამცირებლად. დაგჭირდებათ. ატმის 5-7 ახალი ან გამხმარი ფოთოლი. 2 ჭიქა წყალი. ფოთლები კარგად გარეცხეთ. ადუღეთ წყალი პატარა ქვაფში და ამატეთ ფოთლები და 5 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე დუღილი აცადეთ. გადმოდგით და თავდაფარული კიდევ 10 წუთი გააჩერეთ. გაწურეთ და დღეში ერთხელ ან ორჯერ თბილი მიირთვით. თუ გსურთ, შეგიძლიათ ცოტა თაფლი დაამატოთ. კანის გასაწმენდი ლოსიონი აკნეს, გამონაყარის ან კანის ქავილის დროს. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში ამცირებს პიგმენტურ ლაქებს. დაგჭირდებათ 10-15 ფოთოლი. 1 ლიტრი წყალი. ფოთლები წყალში ჩაყარეთ და 10 წუთის განმავლობაში ადუღეთ. კანზე გამოსაყენებლად კომფორტულ ტემპერატურამდე გააგრილეთ. გამოიყენეთ ეს წყალი საჭიროების ამებრსახის დასაბანად, თმაზე გადასავლებად ან აბაზანის წყალში ჩაასხით. ატმის ფოთლების ნახარში კანის მცირე ჭრილობების, წერების ნაკბენის ან შეშუპების გასაწმენდად. 7-10 ფოთოლი 2 ჭიქა წყალში 3-4 წუთი ხარშეთ. გააცივეთ. სუფთა ქსოვილი ამ სითხეში დაასველეთ და კანის დაზიანებული ადგილი ნაზად გაიწმინდეთ. პირში სავლების სტომატიტის, წყლულების ან ჰალიტოზის, იგივე პირიდან ცუდი სუნის დროს. 5 ფოთოლი 1 ჭიქა წყალში 5-10 წუთის განმავლობაში ხარშეთ. გადაწურეთ და ამ ნახარში თბირის ღრუ დღეში ორჯერ გამოივლეთ. ატმის ფოთლების პასტა. შეშუპებების, მწერების ნაკბენების დროს. გარეცხეთ ატმის რამდენიმე ახალი ფოთოლი. დაჩეჩქვეთ ან რამდენიმე წვეთ წყალთან ერთად დააბლენდერეთ. პირდაპირ დაზიანებულ კანზე დაიდეთ და სუფთა ქსოვილით 10-15 წუთის განმავლობაში დაიფარეთ. კანის ბუნებრივი ექსფოლიანტი ან სკრაბი. ატმის კურკის ფხვნილი გამოიყენება კოსმეტიკაში, როგორც კანის ბუნებრივი ამქერცლავი სიგლუვისა და ტონის გასაუმჯობესებლად. ასეთი ბუნებრივი ბოტანიკური და მინერალური ამქერცლავი საშუალებები ნაზად აშორებენ მშრალ მკვდარ კანს, რაც უფრო ახალ და უფრო კაშკაშა სახის ფერს ავლენს. მას კრემებში, ლოსიონებსა და გელის შემადგენლობაში მცირე რაოდენობით უმატებენ, რაც მიკროცირკულაციას აძლიერებს. შეაგროვეთ და გაასუფთავეთ ატმის კურკები. ჰაერზე გააშრეთ ან სპეციალური აპარატი გამოიყენეთ. ჩაქუჩის ან მსგავსი ხელსაწყოს გამოყენებით, ნაზად გახსენით და გარეგარს იმოაშორეთ. უმად არ მიირთვათ. ის ამიგდალინს შეიცავს და ორგანიზმში ტბური დამუშავების გარეშე მიღებული, ციანიდად გარდაიქმნება. თუ მისი ნუშისებრი არომატის გამო მცირე რაოდენობით დესერტებში დამატება გაქვთ განზრახული, ღუმელში 175 გრადუსზე 10 წუთის განმავლობაში აშრეთ. ეს არომატსაც გააძლიერებს. დაბქვით წვრილ ფხვნილად. სამრეწველო პროცესების დროს იმის დამიხედვით, თუ რისთვის ჭირდებათ, სხვადასხვა მიკრონების ზომის მისაღწევად 0-დან 300 მიკრონამდე სპეციალურ დანადგარებს იყენებენ. ეს დამოკიდებულია გამოყენებაზე, ჭირდებათ ის კოსმეტიკისთვის თუ საკვები დანამატებისთვის. ერთგვაროვანი ფხვნილის მისაღებად დაბქული ფხვნილი უფრო დიდი ნაწილაკები გამოცალკევების მიზნით გაწერით. ჰერმეტულ კონტეინერში გრილ, მშრალ ადგილას შეინახეთ.
საჭიროების სამებრ კანის პილინგისთვის ალოე ვერას გელში თქვენთვის სასურველი რაოდენობა ფხვნილის აურიეთ, კანზე თვალების არეების გამოტოვებით დაიტანეთ და 10-15 წუთი დაიტოვეთ. ამ დროის გასვლის შემდეგ კანი ნაზად დაიმასაჟეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. სასურველი და მატენიანებელი წაისვით. ჯანმრთელად იყავით ქართველებო. გემშვიდობებით მომავალ საინტერესო ვიდეომდე. კარგად ბრძანდებოდეთ.